Სუფალი ამბობს, მე ვარ, რომელიც ვწამებ ჩემთვის, მე ვამოწმებ. მე ვარ, ჩემი სიტყვა, ქრისტეს სიტყვები ხო გვესმის და წამებს, ანუ ამოწმებს ჩემთვის მომავლინებელი ჩემი მამა და აქაც ეს კავშირი, ქრისტეს კავშირი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ვხედავთ რას ხორცს და სულს ქრისტესის, ხორცს პირველ რიგში და მის ადამიანურ გამონათქვამს, მაგრამ ვის ვხედავთ, ვინ არის ეს, ვის ეკუთვნის ეს ხორცი და ვინ არის, ვის ეკუთვნის ეს სიტყვა, ვინ არის ეს პიროვნება, ეს არის ღმერთი მამასთან თანაარსი, ამიტომ ქრისტეს სიტყვების მოსმენა და ქრისტეს ხედვა, დანახვა, ეს არის ყოფიერების ტრანსცენდენტული შემოქმედის ხედვა და მისი სიტყვების მოსმენა, იმიტომ რომ მამის და ძის სიტყვები ერთნებას გამოხატავს, ეს ერთი სიტყვაა. Ქვეს მას ჰურიათა, სად არის მამა შენი? ანუ ეს კავშირი კვლავ გასაგებია ისტორიულად რატო ეკითხებიან, მაგრამ ეხლა მე როგორ აღვიქვა ეს, მე როგორ განვიცადო ეს ფარისებელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რელიგიური და ზნეობრივი ადამიანი კითხულობს ღმერთი, სად არის ღმერთი? ანუ არ იცის სად არის ღმერთი. არავინ არ იცის სად არის ღმერთი, არავის არ უნახავს ღმერთი. ღვთაებრივ გამოვლინებებს ხედავდნენ მხოლოდ, ხო? სხვადასხვა სახით როცა ევლინებოდა. მაგრამ როგორც კი ეს გამოვლინებები წყდებოდა, იმ წამს ოქროს ხბო ჩამოასხეს და თაყვანისცეს. და არა მარტო მაშინ, არამედ როცა ისრაელისა და ისრაელის სამეფო ორად გაიყო, ისრაელის 11 ტომი და იუდას 10 ტომი და იუდას 1 ტომი აქეთ, 10 ტომი ცალკე რო დარჩა, იმ წამსვე მომენტალურად, ვინც მეფედ დადგინდა იქ, იმ წამსვე ორი ოქროს ხბო ჩამოასხეს და ის ხალხი, რომელმაც დავით მეფსალმუნე და სოლომონი და მთელი საჯულთა პერიოდი და მანამდე მოსე და ისუნავე ეს გამოიარეს. როგორც კი პოლიტიკური განხეთქილება მოხდა იუდეა ცალკე და დანარჩენი ტომები აქეთ ცალკე, იმ წამს და იერუსალიმი თავის ტაძრით დარჩა იუდეაში. მეორე მხარემ ეგრევე პირველსავე ხელისუფლების დროს იმ წამს რაღაც წლებზეა, რამდენიმე წელზეა საუბარი, ორი ოქროს ხბო ჩამოასხეს და ეგრევე თაყვანისცემა დაიწყეს ამ კერპებისა. აი, გარეგანი ფარისევლობის, გარეგანი რელიგიურობის ფასი არაფერი არ არის, ნულოვანია. ამიტომ ეს კითხვა, სად არის მამა, ანუ სად არის ღმერთი, ეს ასახავს გარეგანი რელიგიური ადამიანის მდგომარეობას. კი, ყველაფერს ვასრულებ, მაგრამ ღმერთი სად არის? და თუ ღმერთი არ არის, რახას ასრულები, ვისაში ჭირდება შენი რელიგია? რელიგიის არსი იმაშია, რომ შენ ღმერთთან კომუნიკაცია გქონდეს. გასაგებია, რომ როგორი ძნელია და მაგრამ მოვიდა და უარყავი. ჩვენ სიტყვით არ უარყავით, მაგრამ საქმით კავშირი არა გვაქვს. სად გვეთყობა, გავდივართ და არ გავართ ქრისტიანებს. არ ვემსგავსებით ქრისტეს, არ ვბაძავთ, არ გვენატრება, არ გვიყვარს, არ ვერდგულებთ. გულს არ უხსნით, ღვთისტაძარი არ ხვდებით, ხო და ქრისტიანები არა ვართ. ამიტომ ეს კითხვა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ფარისევლური სულის კითხვა, სად არის ღმერთი? ქრისტიანი ამ კითხვას არ სვავდეს უნდა. არა, ჩვენ არ უნდა ღმერთი აგერ გულში მყავს ღმერთი. ოღონ აქაც მატყუარები არ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა გქონდეს გამოცდილება მასთან ურთიერთობის.